პალერმო პუნტა-რაისის ავტობანზე მოსამართლე ფალკონეს კვირაზე მეთხანს ელოდნენ. არავინ იცოდა მაფიის დაუძინებელი მტერი რომიდან პალერმოში როდის ჩაფრინდებოდა. აეროპორტიდან მშობლიურ ქალაქში მიმავალი მოსამართლის დასახვედრად მიწის ზემოთ თუ მიწის ქვეშ ყველაფერი მზად იყო. ლაკალსას ქუჩებში შებინდების შემდეგ გასვლა შეუძლებელი იყო. პალერმოს ამ ერთ-ერთ ყველაზე კრიმინალურ უბანში ჯოვანე ფალკონემ ბავშვობა გაატარა. იქ სადაც ძალადობა მეფობდა, მოძალადესი შურდად. მაშინ პატარა პაოლო ბორსელინოს უნდოდა ისეთივე მდიდარი და დაფასებული ყოფილიყო, როგორც მისი კლასელი მაფიის ბოსის შვილი. მაშინ ბავშვები უცნაურად თამაშობდნენ. შემდეგ იყო დონ მესინო, იგივე ტომაზო ბუშეტა. კაცი, რომელიც 60-ზე მეტი ადამიანის სისხლში იყო გასვრილი, მეორე მაფიოზური კლანის მეთაურის სალვატორე რიინას სისასტიკე მაღაშფოთა. ფალკონემ შეძლო დონ მესინოს ალაპარაკება და მოსამართლე პაოლო ბორსელინოსთან ერთად კოზა ნოსტრას წინააღმდეგ უპრეცედენტო მაქსი პროცესი წამოიწყო. იტალიის კანონმდებლობა მაფიის ხელმძღვანელს სამართალდამცავებთან თანამშრომლობის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან ათავისუფლებდა და სახელმწიფო მაფიისგან მის დაცვას უზრუნველყოფდა. ბუშეტას ჩვენების საფუძველზე სალვატორე რიინა გაასამართლეს. ბუშეტა მოსამართლეს აფრთხილებდა, რომ ის, ვინც ნაცრისფერ ზონას შეეხება, სადაც კოზა ნოსტრა პოლიტიკას ერწყმის, მოკვდება. 500 კილო ტროტილი კაპაჩის ავტობანის ქვეშ და 5 დამარხული სიცოცხლე. მოსამართლე ფალკონეს მისი მეუღლისა და ესკორტის წევრების დაღუპვის შემდეგ პაოლო ბორსელინომ იცოდა, რომ შემდეგი ის იყო. ოცნება აიხდინა, პატივისცემა და დაფასება დაიმსახურა იმ ბოსებთან ბრძოლით, რომელთა ავტორიტეტი ბავშვობაში ასე ხიბლავდა. მაშინ სიცილიელებმა გადაწყვიტეს, რომ ეს მეტისმეტი იყო. ერთ დღეს პალერმო თეთრმა პროტესტმა მოიცვა. მაფიას ის თანაუგრძნობდა, ვის აივანზეც ანტიმაფიური ლოზუნგით თეთრი ზეწარი არ ეკიდა. ხე, რომელიც პაოლო ბორსელინოს დედის სახლთან მისი და 5 თანხმლები პოლიციელის მკვლელობის ადგილას 12 წლის წინ დარგეს, ახლა ნატრის ხეს გავს. აქ ბავშვები ნატრობენ მაფიისგან თავისუფალ სიცილიას. მაფია მოკლა ისინი, მაგრამ მათი იდეები აგრძელებენ სიარულს ჩვენი ფეხებით. ეს არის ერთ-ერთი მესიჯი, რომელიც სიცილიელებმა ფალკონესა და ბორსელინოს მკვლელობის შემდეგ ფალკონეს სახლის წინ ხეზე დატოვეს. მესიჯებს აქ დღესაც გზავნიან და ძირითადად ბავშვები. მათ ნახატებს აწერიან, ნუ იქნები მაფიოზი, იცხოვრე ჰარმონიაში სხვებთან ერთად. პატივი ეცის სხვებს და პატივს გცემენ შენც. ფარმაცევტი მფლობელის აფთიაქში მუშაობას მისი ქმარი ხშირად ნატრობს. რიტა ბორსელინო ძმის მკვლელობის შემდეგ მიხვდა, რომ რაღაც უნდა ეღონა. თუ რა, არ იცოდა. თავიდან ისინი შემოიკრიბა, ვისაც არსებულის შეცვლა უნდოდა. ასე ჩაენაცვლა პატარა ბიზნეს, დიდი ორგანიზაციის ლიდერობა. ასობით ასოციაციამ, მოძრაობამ თუ ჯგუფმა, რომელიც მანამდე დამოუკიდებლად მოქმედებდა, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა ლიბერას სახელით განაგრძო. Le attività principali di Libera sono proprio l'uso sociale di questi beni. ლიბერა სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს. თანამშრომლობთ საკანონმდებლო ორგანოსთან, მუშაობთ სკოლებში ბავშვებთან და ვაწყობთ ქარავანებს. ჩვენ ერთ წელიწადში 1 მილიონი ხელმოწერის შეგროვება შევძელით და მივმართეთ პარლამენტს თხოვნით, რომ დაეკანონებინა ჩამორთმეული ქონების სოციალური პროგრამებისთვის გამოყენება. ამ კიბეებზე ოდესღაც მაფიის ბოსების ბრძანებების მისაღებად ადიოდნენ. ვილის ფაქტობრივი და იურიდიული მფლობელები სხვადასხვანი იყვნენ. რეალური ვინაობა დღემდე უცნობია. ვილა პალერმოს განაპირას ისეთ ადგილას მდებარეობს, საიდანაც მთელი ქალაქი ხელის გულივით ჩანს. ახლა აქედან ცისარტყელას 7-ვე ფერი იკითხება. გონება ჩამორჩენილი და ინვალიდი ბავშვები აქ ყოველდღე მოჰყავთ. 50-მდე მოზარდი სხვადასხვა ჯგუფშია დანაწილებული. ისინი ჯამრთელ ბავშვებთან ერთად ხატავენ და მარტივ ინსტრუმენტებზე დაკვრას სწავლობენ. Riuscire anche se male
მათ ძალიან სიამოვნებთ, როცა შეუძლიათ ხატონ ჩვეულებრივი ბავშვებივით. ეს მშობლებსაც ძალიან ახარებთ. სახლში ამ ბავშვებს მსგავს არაფერს აკეთებინებენ. აქ კი ისინი ცდილობენ მიბაძონ ჯანმრთელ თანატოლებს და არ იგზნონ თავი საზოგადოებიდან მოწყვეტილად. ინვალიდი ბავშვების სოციალური ინტეგრაცია გონებრივად ჩამორჩენილ ბავშვთა სარეაბილიტაციო ასოციაციის უპირველესი მიზანია. მოზარდებს აქ მოხალისეები უვლიან. საზღაურს არავინ იღებს. მიაჩნიათ, რომ საქმე, რომელსაც აკეთებენ, ნებისმიერ ფულზე მეტია. სპონსორებიდან შემოსული თანხა სავარჯიშო ოთახების მოწყობას, აუზის აშენებას და სხვა აუცილებელ გამაჯანსაღებელ მოწყობილობას დაახარჯეს. რეგიონალურმა პრეფექტურამ ვილა ასოციაციას 4 წლის წინ გადასცა. თუ კი სახლი დანიშნულებისამებრ გამოიყენება, ის დროებით მფლობელს იქამდე დარჩება, ვიდრე საჭირო იქნება. ჩამორთმეული უძრავი ქონების გაყიდვა იტალიაში კანონით იკრძალება. სხვა პირის მეშვეობით ძველმა მფლობელმა რომ არ დაიბრუნოს. უკანონო ქონება სახელმწიფოს გადაეცემა. ადგილობრივი პრეფექტურის მიერ უძრავი ქონება ინსტიტუციონალური, სოციალური და საჯარო ინტერესების განსახორციელებლად გაიცემა. პროდუქტი მაფიისგან განთავისუფლებული მიწიდან. მაფიისგან 350.000 ჰექტარი გათავისუფლდა. ოდესღაც კოზანოსტრას კუთვნილ ტერიტორიაზე, რომელსაც პატრონები არც კი ამუშავებდნენ, ახლა ყურძენი, ხორბალი, სოიო, ზეთისხილი და უამრავი სხვა რამ მოჰყავთ. ამ მოსავლით დამზადებულ პროდუქციას, როგორც ამბობენ, კანონიერების გემო აქვს. კოოპერატივებში, რომლებიც ჩამორთმეულ მიწას ამუშავებს, 70-მდე ადამიანია დასაქმებული. ეს ის ხალხია, რომელიც კოზანოსტრას აღზევებისას უმუშევარი და მშიერი იყო. ახლა ჩვენი წლიური ბრუნვა 1 მილიონი ევროა. სიცილიის ეკონომიკაში ჩვენ დიდ აგურს ვდებთ. ორგანიზაცია, რომელიც აგურებს, საკუთარ ეკონომიკაშიც წარმატებით და სწრაფად დებდა, საუკუნის მანძილზე იტუმალებით იყო მოცული. ამ ჩაკეტილ სივრცეში შეღწევის მცდელობისთვის კაცრად ისჯებოდნენ. სასამართლოს ეზოში მონუმენტი სისხლიანი სერიის ისტორიას ინახავს. 1971-92 წლები. მოკლული მოსამართლეების ნუსხაში ბოლო პაოლო ბორსელინოა. მოსამართლე სერჯიო ლარი ამბობს, რომ ახლა როცა ფალკონესა და ბორსელინოს მიერ კოზანოსტრას სქემა ამოხსნილია და სამართლებრივი უწყებები სხვა ინფორმაციას ფლობენ, ეს კრიმინალური ორგანიზაცია სერიოზულ საფრთხეს აღარ წარმოადგენს. Quindi la mafia è composta da migliaia di persone. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სიცილიაში მაფია გავითარდა და აყვავდა. ამ ორგანიზაციაში მილიონობით ადამიანი იყო გაერთიანებული. ჩვენ ერთს ვიჭერდით და მეორე ჩნდებოდა. მათი ქონების ნაწილი ჩვენ ვიპოვეთ, თუმცა დიდი ნაწილი კვლავ დაფარულია. მაფია იყო უზარმაზარი, ძალიან მდიდარი რეკეტისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის ხარჯზე. ჩვენს ქვეყანაში ძალიან დაგვიანდა ანტიმაფიური კანონების მიღება. ეს მხოლოდ მაშინ განხორციელდა, როცა მაფია უკვე იყო სახელმწიფოში. 10-12 წლის მანძილზე პალერმოში 700-ზე მეტი სასამართლო პროცესი გაიმართა. განსასჯელთა უმრავლესობას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. 9 წლის განმავლობაში ჩამორთმეული ქონების ჯამმა 3,5 მილიარდი შეადგინა. კერაზირი ვინსენტის ყველაზე კარგად მაფიის ბოსის პიაცას ქონება დაამახსოვრდა. 1,7 მილიარდ ევრო ღირებული. მოსამართლე ამბობს, რომ მისი სასამართლო პროცესების 80% წარმატებული იყო. ამბობს, რომ კანონი მაფიის ქონების კონფისკაციის შესახებ მარტივია. კორუმპირებული ჩინოვნიკების ქონების ჩამორთმევა კი გაცილებით რთული. Il sistema adottato in materia di misure di prevenzione antimafia წლების მანძილზე საკანონმდებლო ორგანოში მიდიოდა დავა ამ საკითხის ირგვლივ. ხელისუფლების ნაწილს მიაჩნდა, რომ ამ კანონის მიღებით საფრთხეში საკუთარ თავს ჩაიგდებდა. მთავრობაში იყვნენ ისეთებიც, ვისაც მაფია მართავდა. საჭირო იყო ჯაჭვის დარღვევა. ძალიან რთულია, როცა არსებობს რეალური ეჭვი, მაგრამ არ არსებობს მაფიასთან კავშირისა და კორუფციის პირდაპირ მტკიცებულება. შესაძლოა არსებობდეს უკანონო ქონება, მაგრამ თუ არ არსებობს მისი კრიმინალური წარმომავლობის სამხილი, არ გვაქვს ჩამორთმევის უფლება. სხვა მრავალ დანაშაულთან ერთად ორი მოსამართლის მკვლელობის კვალი იტალიის ყველაზე სტაჟიან და ძალაუფლების მქონე პოლიტიკოსთან მიდიოდა. ეს სწორედ ის ნაცრისფერი ზონა იყო, სადაც პოლიტიკა მაფიას ერწყმის. ხანგრძლივ სასამართლო პროცესზე ჯულიო ანდრიოცის მაფიასთან დანაშაულებრივი კავშირი ვერ დაუმტკიცდა. მოსამართლეებმა გვითხრეს, რომ დანაშაულსაც და სამხილსაც ხანდაზმულობა ახასიათებს.
ბორსელინოს მკვლელობიდან 3 დღის შემდეგ მისი ქალიშვილი უნივერსიტეტში გამოცდების ჩასაბარებლად წავიდა. როგორ? ის 5 დღის შემდეგ წავიდა და ეს იმიტომ გააკეთა, რომ მამამისი ამბობდა: ყველაფრის მიუხედავად შენი მოვალეობა უნდა შეასრულო. რიტა ბორსელინო პალერმოს საშუალო სკოლის მოსწავლეებს ყურადღებით უსმენს და მონდომებით უხსნის, რატომ არის მაფია ცუდი, რა გავლენა აქვს მას ქვეყნის ეკონომიკაზე და ხალხის ცხოვრებაზე. მოზარდებში ახალი მენტალიტეტის ჩამოყალიბება ლიბერას ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. მოკლული მოსამართლის და ამბობს, რომ თუ კი ამის შემდეგ ბავშვი მაინც მაფიის კვალს დაადგება, ეს უკვე გააზრებული არჩევანი იქნება. 11 წლის ბიაჯოს შეკითხვები შეხვედრის დასრულების შემდეგაც არ ელევა. მის კლასში მაფიის ნათლიშვილი არ არის. არც ამ ორგანიზაციის ყოვლის შემძლეობა ხიბლავს. სკოლაში კანონიერების საზე ყველა საკუთარ ვარსკვლავს ანთებს. მაფია ცუდია და არც ერთ ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს. ბევრ ხალხს კლავენ და იმიტომ. ფიქრობ ძალიან ცუდები არიან. ბევრს აღარ კლავენ. საზოგადოების მასობრივმა პროტესტმა მაფია დააფრთხო. კრიმინალებს იტალიაში დღეს პოლიცია, ფინანსური გვარდია, ანტიმაფიური საგამოძიებო სამმართველო და კარაბინერები ერთად ებრძვიან. ულტრაწითელით მოპარულ მანქანებს პოულობენ, ბომბის აღმოსაჩენად რობოტებს იშველიებენ. ვიწრო ქუჩებში და ავტობანებზე სხვადასხვანაირი მოტოციკლით მოძრაობენ. კარაბინერებს უახლესი ტექნიკა და აღჭურვილობა სიცილიელების უსაფრთხო დღეებზე ზრუნვის საშუალებას აძლევს. ამბობენ, რომ კრიმინალური ვითარება თითქმის ისეთივეა, როგორც სხვაგან, წელიწადში 500-დან 600-მდე დაპატიმრებით. მასიმოს თეატრში ახლა ვერდის ოპერა იდგმება. მთელი წლის აფიშა უკვე შედგენილია. ევროპაში სიდიდით მესამე თეატრი პალერმოში 1974 წელს 6 თვით დაიკეტა. თვეები მაფიის დედაქალაქში 23 წელი გაგრძელდა. მაშინ, როცა სიცილიური ანტიმაფიური ორთვალა ამუშავდა, მასიმოს რესტავრაცია დაიწყო. სამართლებრივ და კულტურულ ბორბალს ერთად უნდა ეტრიალა. დიდი თუ პატარა თეატრის აღსადგენად დაუზარებლად ირჯებოდა. ბავშვებმა არაჩვეულებრივი უძველესი არქიტექტურული ძეგლების შესწავლა და აღდგენა დაიწყეს. სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა ძეგლები იშვილეს. მათი მოვლაპატრონობა ნამდვილ შეჯიბრად იქცა. ეს ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია თუ როგორ იმუშავა პალერმოს რენესანსმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო. კეთროვანთა კოლონია მოხუცთა თავშესაფარი სამშენებლო მასალების საწყობი. ეს გოთური ტაძრის მოკლე ისტორია. ტონობით ნანგრევებისა და ნაგვის გატანის შემდეგ სპასიმოს კომპლექსი ლაკალსას რაიონში კულტურულ ცენტრად იქცა. მის ირგვლივ ულამაზესი ბაღი გაშენდა. ეს უბანი მართლაც მაღალი რისკის ადგილს წარმოადგენდა და ხალხს არ შეეძლო ამ ზონაში მშვიდად სიარული. აქ კრიმინალები ბოგინობდნენ, რომლებიც ყველაფერს ართმევდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენმა ძალისხმევამ გაამართლა, ტურისტები და პალერმოელები აქაურობას ღამითაც კი სტუმრობენ. ომისა და მოუვლელობის კვალი ლაკალსას დღესაც ეტყობა, თუმცა ერთ დროს დეპრესიული უბანი დღეს სიცოცხლეს იბრუნებს. პატარები მაფიოზობანას აღარ თამაშობენ, მაფია კი ბოლომდე მაინც არ კვდება. რეკეტი, ნარკოტიკებით ვაჭრობა და საზოგადოებრივ სამსახურებზე კონტროლის შესუსტებული ფორმა კვლავ აქტუალური რჩება. სამართალდამცავების ყველაზე დიდი თავსატეხი კრიმინალების უშრედი ფინანსებია. პალერმოს რენესანსის სულის ჩამდგმელების იმედი კი ახალი თაობის ახალი მენტალიტეტია. I don't think that Paolo Borsellino as a young man today. არ ამგონია ბორსელინო რომ დღეს პატარა ბიჭი ყოფილიყო, ბოსიშვილის კვლავ შეშურებოდა. იმიტომ რომ იმ პაოლო ბორსელინოებს, რომლებიც ახლა აქ ცხოვრობენ, აღარ ჰყავთ ბოსები. სკოლაში დანერგილი სხვადასხვა სწავლებით ბავშვებმა გაიგეს, რომ მაფიოზი ან მაფიოზის შვილი არ არის ის, ვისიც უნდა გშურდეს.